ილია მეორე რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რჩება. ექიმების კონსილიუმი მსჯელობს, როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს პატრიარქის მკურნალობის პროცედურა. ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე გამოირიცხა პატრიარქის უცხოეთში გადაყვანაც. სარჯოლაძის თქმით, სხვა ქვეყნებიდან ექიმების მოწვევა საჭიროების მიხედვით მოხდება. ოცნება 6 წლამდე ავტომობილების გამბაჟების საფასურსაც აძვირებს. მანქანის გასამბაჟებლად კუბურ სანტიმეტრზე ფასი ლარნახევრით განისაზღვრება. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ კუბურ სანტიმეტრზე 80 თეთრის ნაცვლად 4 ლარნახევარი ხდება 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების გამბაჟების ღირებულებაც. სიმამრის მკვლელობასა და სიდედრის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის ცნობით მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გასული წლის ზაფხულში ხაშურის მუნიციპალიტეტში 27 წლის კაცმა შურისძიების მოტივით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სიმამრს განსაკუთრებული სისასტიკით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სიდედრზე კი ფიზიკურად იძალა და შემდეგ კი გააუპატიურა. ლიკვიდირებულია ბასიჯის ძალების დანაყოფის მეთაური ღოლამ რეზა სოლეიმანი, ასევე დადასტურდა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალი ლარიჯანის სიკვდილით. ისრაელ კაცის განცხადებით, ლარიჯანი გასულ ღამეს ირანზე ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა.